მოგესალმებით თქვენ უყურებთ დასუ სპორტს, მე კი მისი წამყვანი ირაკლი ჭითანავა ვარ. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ჭიდაობაზე, კერძოდ ბერძნურომაული სტილის ჭიდაობაზე და შეეხება ჩვენი გადაცემის დღევანდელ სტუმარს, ის არის მანუჩარ ცხადაია, ევროპის ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი, მსოფლიოს ორგზის ვიცე-ჩემპიონი და ოლიმპიური ბრინჯაოს მფლობელი. მოგესალმებით მანუჩარ, მადლობა მომბრძანებისთვის და იმისთვის, რომ დაგვითმე დრო. მანუჩარ, იმ დონის წარმატებას, რასაც შენ მიაღწიე, ჩვენ მაგაზე აბსოლუტურად დეტალურად ვისაუბრებთ, შევეხებით ყველა ტიტულს, მაგრამ მინდა ცოტა შორიდან მოყვე. მაინტერესებს რა ასაკში იყო მანუჩარ ცხადაია, როდესაც ის შევიდა ჭიდაობაზე და თავიდან ინახა ამ სპორტში, ამ სპორტის სახეობაში. მოგესალმებით ყველას. პირველ რიგში გისურვებთ წარმატებას როგორც ტელევიზიას. მადლობა. რაც შეეხება სპორტს, ჭიდაობის დაწყება, თავიდან ფეხბურთის დავდიოდი ფეხბურთში. მან იყო ისეთი სიტუაციები, როგორც ხდება ხოლმე რაიონებში, ვარჯიშის მე ერთმანეთს წავიჭიდაობოდით იქით-აქეთ და ერთი ძალიან კარგი გემრიელი ადამიანია ფრიდონ გოცირიძე. მან თქვა, რომ ეგ ადამიანი ფეხბურთზე უფრო უკეთესად ჭიდაობაში გამოავლენს თავის პოტენციალს და მათგან მიმიყვანა ჭიდაობის დარბაზში, სადაც მე კატეგორიული უარი გამოვთქი, მივედი თუ არა, არ მომეწონა არაფერი, მეთქი არ მინდა ვარჯიში ჭიდაობაში, მაგრამ უკვე მწვრთნელები ჩაერთო შიული პაჭკორია და მამუკაყორშიაც მოვიდა ოჯახში ჩემთან, მამა ჩემსაც უთხრეს ასე და ასე როგორც წინათ აღნიშნე რომ ჭიდაობაში უფრო მეტ შეძლოს ვიდრე ფეხბურთში და მეც დამაჯერეს ამის მერე დავიწყე ჭიდაობა. იყო 1996 წელი. 16 წელი უკვე დიდი დროა რაც ამ სპორტში ჩართული ხარ. შენი მედლები, შენი წარმატება გარკვეულწილად ამ ადამიანებს უკავშირდება და მე მგონი ყველა ქართველმა, ყველა სპორტის მოყვარულმა ადამიანებს დიდი მადლობა უნდა გადაუხადოს. მანუჩარ, იმ დონის წარმატებას, რასაც შენ მიაღწია, რა თქმა უნდა, სჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა, ძალიან დიდი შრომა, სპორტში ისე ალბათ არაფერი არ მოდის. მე მაინტერესებს ადრეულ ასაკში, აი იმ ასაკში, როდესაც ჰქონდა დაუშვათ 10, 12, 15 წლის დაუშვათ, ჰქონდა თუ არა ის მომენტი, რომ გაგიჭირდა, როდესაც სპორტის გამო ყველაფერი გვერდზე გადაგიდოდა გესხურა მხოლოდ სპორტით. კი, ეგ მომენტი სპორტსმენებს ხშირად აქვს. კი, ეგ მომენტი თითოეულ სპორტსმენს დაუდგება, იმიტომ რომ გინდა უნდა არ უნდა თითოეულ სპორტსმენს მოუწევს ინდივიდუალური ცხოვრება, ანუ რავს გულისხმობ, რომ თვითონ რეალიზაცია უნდა გაუკეთოს თავის თავს, ოჯახს უნდა მოწყდეს. აქედან გამომდინარე უწევს ყველაფრის დათმობა, თუნდაც მშობლებთან კონტაქტი, იმიტომ რომ სპორტი და სხვა საქმე, ხო, ერთმანეთთან მაღალ დონეზე ვერ გავაკეთეთ. თან მით უმეტეს თანარჩენს აღარ მოყვები, იქ დაბადების დღე იქნება, ანუ ეს სხვადასხვა უნდა მოწყდე. იმიტომ რომ თუ აკეთებ ერთ საქმეს და გინდა უნდა გააკეთო. თუ არა და ორი საქმე ერთად არ გამოგიდა და აქედან გამომდინარე ყველა სპორტსმენს ეგ მომენტი უწევს და მეც მომიწია. ძალიან გამიჭირდა იქიდან გამომდინარე რომ ვიყავი სადღაც 14-15 წლის მომიწია თბილისში წამოსვლა და ყველას მოგვიხსენება ხა როცა ოჯახს ხარ ჩამოკიდებული, ოჯახზე ხარ დამოკიდებული, ძნელია წამოხვიდე. არ იქნებოდა მაინც და მაინც კარგი. არა 2001-2002 წლები იყო, მინდა გითხრა და ძალიან ძნელი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ რა ვიგზენი, იცი? უკვე მშობლები აღარ მყავს და უნდა გავაკეთო, რისთვისაც დავიწყე ექსპორტი. კი ბატონო. აი ასეთ რთულ პერიოდში სპორტსმენებს რაღაცა მამოტივირებელი სჭირდებათ, რაღაცა თუნდაც პატარა შეჯიბრის მოგება, შენთვის აი ყველაზე ისეთი мотиваციის მომცემი, რამაც გადაგაწყვეტინა და კიდევ ერთხელ დაგარწმუნა იმაში, რომ ამის გამო ღირს ყველაფერზე უარი თქვა და ამით ცხოვრობ ხოლმე. ის გამარჯვება თუ გახსოვს, რა ვიცი. პირველი აი ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი გამარჯვება იყო გივი კარტოზე საერთაშორისო ტურნირი, ჩატარდა 1997 წელს. 1997. გამოვდიოდი 32 კილოში, ძალიან პატარა ვიყავი. მან როცა გავიმარჯვე, აი ჩემ თავს ვეკითხებოდი თუ ეს თუ სიზმარია, თუ მართლა ცხადია თუ და ამის მერე როცა გავითავისე, მიხვდი რომ ყველაფერი შეიძლება. თავარია მოვითმინო და თანარჩენს გვანახებდა დრო. კი ბატონო, აი რაც შეეხება აი უფრო მაღალი დონის ტურნირებს, მსოფლიოს, ევროპას, მთავარ ოლიმპიურ თამაშებს, აქამდე მე როგორც ვიცი 2009 წელს ჩატარდა უნგრეთის გრან-პრი, საიდანაც მანუჩარ ცხადაიამ დაიწყო აღმასვლა და იმ ტიტულების მოპოვება, რაც დღეს შენ გაქვს. მგონი ეს იყო საწყისი შენი მნიშვნელოვანი წარმატებებისა. რა სიტყვა ამ გრან-პრიზე, ამ ტურნირზე? ამ გრან-პრიზე აი შევეხები როგორ იცით? ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავით რაღაც წერტილი იყო, კაი განათება ისეთი, რომ
ყველაფერი, აი ვარდი, ყველაფერი განაცდა ჩემ ცხოვრებაში. იმიტომ რომ მან დასამტკიცებელი მქონდა თუ ჩემპიონი ვერ გავხდებოდი, ვერც ევროპის ჩემპიონატს ვიჭიდავდი და დანარჩენი უკვე ევროპის მერე მოხდა, რაც კი მედლები ავიღე და აქედან გამომდინარე უნდა დამემტკიცებინა, თან მქონდა საქართველოს ჩემპიონატზე ფინალი წანაგები. მივდიოდი ჩემპიონთან ერთად და ჯერ უნდა გადამესწრო ჩემპიონზე და კარგად უნდა მეჭიდაო, თან ჩემპიონი უნდა გამختارიყავი და ავი ღმერთის წყალობით ეს ყველაფერი შევძელი და ჩემთვის არის ყველაზე ნათელი წერტილი ჭიდაობის სფეროში, იმიტომ რომ სხვა რაღაცა ვერ აგიხსნით. კვარცხლბოლზე როცა დავდეგი, მივხვდი რომ იწყებოდა ის დიდი ნაბიჯები, რისთვისაც მიოცნებია და დამიწყია ვარჯიში. კი, მეც მახსოვს რომ როცა ჩამოხვედით საქართველოს ნაკრები უნგრეთიდან, ხალხი ამბობდა რომ სად ყავდათ ეს კაცი ისეთ რაღაცებს აკეთებდა. 2009-ში სხვადასხვის ძალიან დიდი ძალიან კარგი წარმატებები ჰქონდა ეს მაგ წელს დაგასახლეს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად და არა მხოლოდ სპორტის სამინისტრომ, არამედ როგორც ვიცი ჟურნალისტებმაც დაგასახლეს საუკეთესო სპორტსმენად, მაგრამ 2009 წელს შენიჭიდავე მსოფლიოს ჩემპიონატი. ეს იყო მანსუროვთან, რომელიც ძალიან წარმატებული სპორტსმენი არის, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ირაკლი ჭითანოვას სუბიექტური აზრი. რა თქმა უნდა, ჩემიც არის, მაგრამ ამაში ბევრი მეთანხმება, ვის ეს სპორტი უნდა მაინც გაიგება, რომ ნამჩარს ხადაიას медали წაართვეს და გაატანეს მანსუროვს. ეს ასე იყო, მე ასე მახსოვს. მაინტერესებს შენ ამაზე რა სიტყვი. რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იქნებოდა ალბათ შენთვის. ჩემთვის კი არა, ყველასთვის გულდასაწყვეტი იქნება, იმიტომ რომ როგორი რაღაცა, იცი, თელ ცხოვრებას ამაშიდებ, როგორც წინათ მოგახსენეთ, ყველაფერს დებ, ყველაფერი გვერდზე გაქვს, ანუ ამისთვის ხარ და მიდიხარ იმ ნაბიჯამდე, სადაც არის ერთი ნაბიჯი დარჩენილი, გახდე მსოფლიო ჩემპიონი. ყველა ამაზე ოცნებობს ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი გახდე და მე მქონდა შანსი, მით უმეტეს საჯების რაღაცა, რავი, როგორ დავარქვა, წასულე და არ მიყვარს წასულზე ლაპარაკი, მაგრამ ჩემთვის ყველაზე ცუდი მომენტი იყო ეგ ცხოვრებაში. მაგრამ ამავე დროს ყველაზე წარმატებული წელი, რა თქმა უნდა, მაგრამ სოფლიო ჩემპიონი, მოგეხსენებათ, მაინც სოფლიო ჩემპიონია და ეგ მედლები, დანარჩენი მედლები რჩება მედლებად. ოქრო მაინც ოქროად მოგე ჩემპიონს არ აკრიტიკებენ, ასე დარჩა კიდეც და ეს დავრჩი მედლის, ოქროს მედლის გარეშე. ძალიან გულდასაწყვეტი. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იყო მან დარჩენილი 2 წამი, დარჩენილი იყო, სადაც უკვე დამთავრებული იყო თითქმის ყველაფერი და საჯმა სასტვენის ხმა რო გავიგე, მე თქვი მორჩა შეხვედრა და რო წამოვიდი უკვე მართხილებ და ქოლა იმას მისცა და ვერ წამოვიდგინე, მე თქვი რა ხდება, რატომ? კი, მაგრამ ესეა, ალბათ როგორ რაღაცა, იცი, არის იქაც მომენტები ისეთი, რომ სადაც არ შეგიძლია, ეგ არ იყო, მაგალითად ვიღაცას რო დავაბრალო, ეგ იყო იქიდან გამომდინარე, რომ ის იყო დიდი სახელმწიფო, დიდ სახელმწიფოს ჭირდებოდა ოქრო, იმიტომ რომ 2 ფინალი ჰქონდა წაგებული. 2 ოქროს მედალი დაეკარგა, ასე რომ ვთქვათ, ხელიდან გაუვარდა და ეს ბოლო შანსი იყო, ბოლო დღე იყო და ყველაფერი ქნეს იმისათვის. სამწუხაროა, როცა სახელმწიფო საქმიანობა სპორტში ეგრეა ყოველთვის. სამწუხაროა, მაგრამ რეალურად ეს ხდება. მაგრამ 2009 წლის შემდეგ შენ გახდი ცნობილი ადამიანი, ცნობილი სპორტსმენი, დაფასებული და სრულიად წარმატებული იყავი. ყველაფერში ამაში წვლილი შემოგვიძვეს და დამსახურებაც გაქვს, რა თქმა უნდა. მე მაინტერესებს ქართული ხალხი, ქართული გულშემატკივარი, ეს ალბათ სპორტსმენისთვის ყველაზე დიდი мотиваციის მომცემია, ალბათ, რავი, მე ესე ვფიქრობ. რამდენად დაფასებულია, რამდენად გრძნობ ქართული ხალხის სიყვარულს და გულშემატკივრობას, როცა ხალიჩაზე საჭიდაოდ გადიხარ. თუ რამეს ვაკეთებთ, მარტო ჩემი გადმოსახედიდან არ ვამბობ, თითოეული ჩვენთაგანი, ვინც ჩვენ გვერდზე დგას, ხო, ყველა ვაკეთებთ, დამიჯერეთ, აი სულ პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ აი ერის გულისთვის და აი თქვენი გულისთვის, ხალხის გულისთვის, იმიტომ რომ როგორი რაღაცა, იცი, როცა ამოდიხარ, ხო, ხალიჩაზე, როცა ადიხარ, მარტო შენ თავზე არ ხარ, მანამდე სანამ ამოხვალ, აი ხალიჩაზე ფიქრობ, რომ შენს უკან შენი ოჯახია, შენი ქვეყანა და გინდა რომ მარტო შენი წარმატება, შენ თავს არ უძღნი უკვე, შენ ეკუთვნი მთელ შენ ქვეყანას და მე რო ჩამოვედი, ხო, ეს თითეული, რასაც მე ვამბობ, ყველაფერი ვიგზენი, ის თითქო ვიგზენი ეს ყველაფერი როგორი რაღაცა, იცი, სათქმელად ცოტა ძნელია. როცა ხალხს შევხვდი, ხო, აი ჩამოვედი, დავხსნე სხვასაც, ვერც წარმომედგინა თუ ეგეთი რამ სითბო შეიძლება გამოხატოს ვიღაცამ ვიღაცისთვის. ანუ ვიღაცას იმიტომ ვამბობ, რომ მეგობარმა, ახლობელმა, რა თქმა უნდა, გამოხატავს, მაგრამ უცხო ადამიანი როცა ასეთ რაღაცას გამოხატავს, აი ქსიამოვნებს და ღირს ამისთვის ყველაფერი და მაშინ დავწუნდი. პირველად დავწუნდი, რომ რაც არ უნდა ნაბიჯი გადაიდგას და რაც არ უნდა გვერდზე იქნეს გადასადების
საქმე, აი ღირს აი ამ წვალებისთვის და აი ამ ბედნიერებისთვის ბოლოს, რათა ხალხს მეანიჭო ქართველებს ეს ბედნიერება. მაგას გზნობდი, აი ხალხში გზნობდი, მე რაც მიხარო და ისიც იმათ უხაროდა. შენი წარმატება ნამდვილად ყველა ქართველს უნდა უხაროდეს და უხარია მე ამაში ეჭვი არ მეբარება. თუმცა უცხო ადამიანი, უცხო ქართველზე მაქვს ლაპარაკი, რა თქმა უნდა, გულში მატკივრობენ, მაგრამ შენ ყავს ოჯახი. ყავს მეუღლე, მე მაინტერესებს მანუჩარ ცხადაია თავის ყველაზე დიდ გულშემატკივრად დღეს ვის მიიჩნევს და ვინ გონია რომ ყველაზე მეტად განიცდის და ნერვიულობს როცა ის ხალიჩაზე საჭიდაოდ გადის. რაც შეეხება აი ამ კითხვა ცოტა ორ ნაწილად დავყოფ, იმიტომ რომ ოჯახი რაც შევქმენი, მინდა ვთქვა რომ სუსტად ერთხელ მოუწია მეუღლეს ამ შეჯიბრზე დასრება და დიდი ნერვიულობა მოუწია. შეიძლება ეგეც შესაძლებელია, მაგრამ ამიტომ რატომ გავუსი ამას პარალელი, იმიტომ ხაზი რატომ გავუსი? იმიტომ რომ როცა დავინახე, ხო? აი ტრიბუნებზე მან შეხვედრა წავაგე. გადამწყვეტი, მაგ შეხვედრა გადაწყვეტავ და ოლიმპიადაზე არ წასვლის შანსი იყო მან. მაშინ უცებ ჩავხედე მეუღლეს თვალებზე ამოსულზე, მაშინ ვთქარი რომ შენ აწი არასოდეს აღარ მოხედე დარბაზში, იმიტომ რომ იმ ხელა რაღაც დავინახე, ხო? იმ რაღაც ნერვიულობა და ყველაფერი ერთმანეთთან და დანარჩენი ანუ ორ ნაწილად რატო დავყვები? ყველა დიდი გულშემატკივარი რა თქმა უნდა, ჩემი ოჯახია, ჩემი მშობლები, ჩემი და ამ ყველაფერს ჩემი მეუღლე დაემატა. და ვფიქრობ რომ რა არის, იცი აი რაღაცა სხვანაირად მინდა ვთქვა რომ გულშემატკივარი თქვენ როგორც ვთქვით ისე კითხვიდან გამომდინარე ოჯახი არის ეს ყველაფერი. და ამ ოჯახიდან მოყვა ამ ყველაფერს, აი ჩემი თითოეული ნაბიჯი 1, 2, 3, მაგრამ კიდევ ერთხელ აღნიშნავ, ამ ოჯახზე არანაკლები გულშემატკივარი ამყავს და მთელი საქართველოს სახელმწიფო ყველას მინდა მადლობა გადაუხადო. ბევრიც არ მინახია, ვიცი რაც არის და ეს გავიგზენი თბილისში ევროპის ჩემპიონატზე. კი, მეც მახსოვს სექტორნერი და მინდა შენს ოჯახის წევრებს თითოეულ ქართველს უსურვო რომ მანუჩარ ცხადარიამ კიდევ ანერვიულოს, მაგრამ გასავრია გაიმარჯოს. მანუჩარ შენ ძალიან მაღალი დონის ბევრ ტურნირებში მიგიღია მონაწილეობა. მე მაინტერესებს ჩვენ გავიგეთ რომ ხალხისგან დაფასებულია, ხალხს უყვარხარ როგორც სპორტსმენი. როგორც ტიტულოვანი სპორტსმენი მაინტერესებს სახელმწიფოსგან რამდენად დაფასებულია. თუნდაც დავუშვათ ავიღოთ ანაზღაურება. ოღონდ გავითვალისწინოთ ის მომენტიც საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა დავუშვათ ამერიკას არ უნდა შევდო, მაგრამ შეუძლია თუ არა უფრო მეტი. ეს მინდა კითხო რომ სპორტში ჩახედული ხარ და ალბათ ერკვევი ამ ყველაფერში. რაც შეეხება ამ დაფასებას, აი როგორც თქვენ თქვით ისე ვართ ქართველები ვცხოვრობთ საქართველოში და რაც შეიძლება მაქსიმალურად ხდება აი ყველაფერი. არის რაღაც ნიუანსები, ახლა ზოგადად შეიძლება ვიღაცა მიფიქროს რომ რადგან აქ ვარ მოსული და პლუსები მინდა რაღაცაში დავწერო, მაგრამ მე არასრულად ჩემი პასუხისმგებლობით ვამბობ რომ არის ბევრი რამ ანუ უფრო სპორტსმენისთვის დასანახი, ეგ სხვისი თვალით ვეღარ დაინახავ, არის დაფასებაც, მე არის უკვე ბევრი გეგმები არის. რაც შეიძლება მომავალ და მომავალთაობას, აი ეგა ყველაზე კარგი. აქ პირადი ანაზღაურება და პირადი კეთილდღეობის თემა უკვე როგორ არის, იცი ერთი მოხდა და მორჩა, მაგრამ რატომ თქვი რომ ყველაფერი კეთდება, იმიტომ რომ თუ ახალი თაობა არ მოვა, ხო ჩვენ თუ წავალთ მე ისინი ვეღარ იქნებიან ჩვენზე უკეთესები და აი ჩვენზე უკეთესები რომ უნდა იქნენ, ამიტომ ყველაფერს აკეთებენ დღევანდელი გადმოსახედიდან არის ჩვენს მოგოსება რომ ცოტა პრობლემური ქვეყანა ყველანაირად იქით აქით რაღაცები და აქედან გამომდინარე ნორმალურად ყველაფერი კეთდება და უმჯობესდება. ძალიან კარგი, მე მაინტერესებს რეგიონებში რა სიტუაცია ეძლევა თუ არა სპორტის სამინისტრო იმის საშუალებას რომ მაღალ განვითარებული იყოს რეგიონებში, ამდენად უწყობენ ამ ყველაფერში ხელს, იმიტომ რომ რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი ძირითადად არის ნაკლები დაკომპლექტებული, ხოლო თბილისი ძირითადი რეგიონზე არ არის საუბარი, სხვადასხვა რეგიონებიდან მოდიან ბიჭები, რომელსაც ხედავენ მწვრთნელები და აყავთ სავარჯიშოდ. რეგიონში რა მდგომარეობა, რა ინფორმაცია გაქვს, იმის რომ ჩახედული ხარ ამ რეგიონში ცოტა არ იყოს ცოტა რთულად არის საქმე, მაგრამ ისე არ რომ კატასტროფულად. რატომ იცით რომ იყოს კატასტროფულად, ანუ ნაკადის არ გვეყოლება უკეთესი და თუ დავაკვირდებით 3 წელს 4 წელს უკან წინა 4 წლის წინ დაწყებული შედეგები და მოყოლებული, აი პატარებიდან მოყოლებული გუნდური მსოფლიო ჩემპიონები, ევროპის ჩემპიონები და ანუ ზრდა არის. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაცა კეთდება, რაღაცა კი არა, რაღაცაზე მეტი კეთდება, მაგრამ რო ჩავიხედებით, ცოტა მეტიც გვინდა გავაკეთო და ამ ყველაფერს ერთად
ვზივართ, ვფიქრობთ, კი, არის და ვაკეთებთ კიდე და არის ახალგაზრდა ბიჭია თქვენს მოგესწრებათ. ჩვენი პრეზიდენტი ჩვენთან ერთად არის მეგობრული მანუ ჩარკვირკვირი, რა თქმა უნდა, იდეალური, კარგი ადამიანი, სამეგობრო და ყველაფერი და გვეგმებიც გვაქვს. ახლა ზოგადად ამ დღევანდელ დღეზე ამაზე საუბარი ცოტა არ იყოს შორს აგვიყვანს და არის ბევრი გეგმები, ისაც შეიძლება მერწმუნეთ ბევრად და ბევრად უკეთესი შედეგი დაიდოს ქართულ ჭიდაობაში. ამჩა რა მაინტერესებს. შენ როდესაც ჯერ ისევ რეგიონში ვარჯიშობდი და ეხლა როცა უყურებ იქ შენს რეგიონში ვინც ვარჯიშობს იმ ბიჭებს. როგორი მდგომარეობა, შენს დროს უკეთესი მდგომარეობა იყო თუ ეხლა? აი ჩვენ დროს შედარებას რო გავაკეთოთ, მე აღნიშნე კიდე დასაწყისში რომ დავიწყე ვარჯიში 96 წელს. გვინდა არ გვინდა ძალიან ცუდი პერიოდი იყო და ახლა რო შევადარებ, რო ვთქვათ, რომ ძალიან კარგ მდგომარეობაში არა, მაგრამ ოდნავ უკეთესობა არის. ეგ დრო იმაშובה, რა ქვია, მაგას ფილტრავს ამ ყველაფერს და ალაგებს და ალბათ ხვალდაზე ფიქრობ და ყველა ეგრე ფიქრობ და უკეთესობა იქნება. თქვენ კითხვას რაც შეეხება დღევანდელ დღეს უკეთესობა არის. მე მაინტერესებს ერთი რაღაცა, საქართველოს ჭიდაობის მხრივ ძალიან განვითარებული ქვეყანაა და მსოფლიოში ერთ-ერთი ფავორიტები ვარ, მაგაზე მე მგონი დავა არ შეიძლება რომ არავის ნაკლები არ ვართ, არავის არ უდეთ ამ სფეროში დოს. თვითონ საქართველოში კონკურენცია რომ არ იყოს ეს რა თქმა უნდა მსოფლიო დონეზე ეს ჩვენი რეიტინგი ესე ვერ აიწევდა. მაინტერესებს კონკრეტულად შენს წონაში რამდენად დიდი კონკურენცია არის, მით უმეტეს შენ წონის შეცვლა მოგიწია 66-დან უკვე 75-ში. და ამ წონებში შეიძლება ყველაფერი შეფარდებითია მოგეხსენება მძიმეში იმდენი სპორტსმენი არ იყოს, რამდენი შედარებით დაბალ წონაში. როგორ ხდება შენს? რაც შეეხება ჩემ წონას, კონკურენცია ძალიან დიდი იყო. მინდა პიროვნება შევეხო თვითონ კარგი ბიჭი არის. ზარდი არის, უწმენაც მომემატა სურათ ათნასოზე მინდა ევროპის ჩემპიონი გახდა, ანუ რატომ მოყვები შევიდან, მართლაც კარგი ბიჭია. აი სპორტული თვალსაზრისითაც უკვე წმენას დაემატა, ის ბავშვი ახალგაზრდებშიც იყო მსოფლიო პრიზიორი, მაგრამ თბილისში ევროპის ჩემპიონატზე ფინალი წააგო, ანუ ერთხელ პრიზიორი გახდა და ცოტა აკლდა ამის წმენა. და ეგ წმენა უკვე რასაც ვუყურებთ ყველანი, ჩემი სიტყვები არ არის, წმენას მომემატა, დაამტკიცა კიდეს ევროპის ჩემპიონი გახდა წელს. და რავი, ერთ-ერთი კონკურენტი, ერთ-ერთი ყველა თითოეული იმ სპორტსმენის, ვინც იქნება ოლიმპიადაზე, ყველასთვის აი ლიცენზია თავისთავად აქვს. კი, თავისთავად აიღო და ყველასთვის გასაწევი ძალაა, რომ აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ადამიანზე მინიმუმ медали წამოიღოს მერცხმაქნას და ოლიმპიადიდან. არა კონკურენციას რაც შეეხება, მანდ იყო კარგი ბიჭებიც და არიან კიდევაც. და იზრდებიან და ეს შეეტყო კიდევაც. ნაკრებსაც შეეტყო წონა, რომელ წონაშიც აი სხვა შეიძლება სხვანაირად გაიგოს, მაგრამ რომელ წონაშიც კეთდება გარეთ შედეგი ევროპის ჩემპიონატზე, მსოფლიო ჩემპიონატზე, ეგ იმის დამსახურებაა, რომ შიდა კონკურენცია არის. ეს 75 წონით კატეგორიაზე ლაპარაკობ. მე მაინტერესებს უფრო ადრე 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში და რამდენად რთული არის ერთი წონიდან მეორეზე გადასვლა სპორტსმენისთვის. ძალიან რთულია, რაც უნდა ტიტულოვანი იყო, რთული ერთის წონიდან მეორეში გადახვიდე, მაშინ როდესაც უკვე წლებში ხარ. ეს როცა 20-22 წლის ხარ, არ არის პრობლემა, მაგრამ როცა 27-28 წლის ხარ და გაიცვლი წონას, ძალიან რთულია და ეს კიდევაც დაეწყო ჩემს შედეგებსაც. და რაც შეეხება ქვედა წონას, ახალგაზრდა ბიჭი არის, შარშანწინ სოფლიო ჩემპიონიც გახდა ოსლამდე, შვაგი ბოლქვაზე, კარგი პიროვნება. წელს ლიცენზიაც აიღო ევროპის პრიზიორის გახდა და ესეც როგორც სურაზე აღნიშნე, ანუ სურა ბევრად გამოსტილია, მაგრამ ეს ბიჭიც იზრდება და ამ ბიჭზე მინდა ვთქვა, რომ მედლის შანსი აქვს, ყველა ოქროს შანსი მან ყველას აქვს. ოლიმპიადა ისეთი სპორტი, აი ისეთი შეჯიბრია. ეს სპორტის ზეიმი არის. ხო, ზეიმი არის, აი როგორი რაღაც არის ეს ოლიმპიადა. ვერ იტყვი, ხო არ რაღაცა გათვალო ამისთვის ეს უნდა გახდეს, მასე ვერ იტყვი. ისეთმა ვიღაცამ შეიძლება მოიგოს რომ ვერ წარმოედგინოს ვინმეს. მაგრამ ამიტომაც ზუსტად ეს საინტერესო ეგ შეჯიბრი, რომ პროგნოზები ძალიან რთულია, პროგნოზების გაკეთება და რაც შეეხება ამბიზი პროგნოზის გაკეთება შეუძლია მედლის გაკეთება და მინდა რომ წარმატება უსურვო. სხვათა შორის ლონდონის ოლიმპიადაზე 71 კილოგრამ წონით კატეგორიაში შენ ერთ-ერთ ფავორიტთა სიაში იყავი მე. და ზუსტად ის აღნიშნე, ანუ მან ყველა ფავორიტია თითქმის. შენ შეეხე ესეთ მნიშვნელოვან თემას ასაკს. რამდენად მნიშვნელოვანია და ეს არის ძალისხმევი სპორტი, რომელიც დიდ შრომას მოითხოვს, ფიზიკურ შრომაზე მაქვს ლაპარაკი, ნუ ფსიქოლოგიურსაც მოითხოვს, მაგრამ უმეტესად ფიზიკურ შრომას. რა ასაკამდე არის შესაძლებელი? აი შენ თავს როგორ ხედავ? როდემდე გაახარებ სპორტსმენს, ვიტყვი რომ სპორტსმენს წლებთან დაკავშირებით
არის სპორტსმენები, რომელსაც შეუძლია 33-34 წლის იჭიდაოს, მაგრამ თვითონ ინდივიდუალურად და სპორტსმენი უნდა გრძნობდეს, შეიძლება სპორტსმენი ადგეს და 28-29 წლისამ მიატოვოს ჭიდაობა, შეიძლება 32 არიან ბიჭები 35 წლის თურქი 80 კილოს ჩარჩა, მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ანუ ეს თვითონ უნდა ეგზნოს სპორტსმენმა. შენ როგორ გზნობ? ანუ მე გზნობ წლებში ვარ, მაგრამ ცოტა ისე არ ჩამომართა ხალხმა აი კადნიერებაში რაღაც სხვანაირად არ ჩამომართა, მაგრამ ფიქრობ რომ კიდევ შემიძლია 1-2ჯერ გავახარო ქართველი გულშემატკივარი ჩემი ოჯახი და მაგიტომაც დავჭი სპორტში. იმიტომ რომ მინდა და კიდევ იმიტომ დავჭი რომ როგორი რაღაცა ისი ახალი შექმნილი მაქვს ოჯახი და მინდა ოჯახთან ერთად აი მთლიან უკვე სულ ოჯახთან ერთად ერთი წარმატება მოუტანო ჩემ ოჯახს. მე წარმატებას გისურვებ, ოჯახურ ბედნიერებას გისურვებ, რა თქმა უნდა. სპორტსმენს რო კითხო, მოქმედ სპორტსმენს მისი გეგმები ის იქნება მეტი შრომა და მეტი მედალი, ამიტომ მე ვიცი შენი შემოქმედება სპორტში და ვიცი რომ შენი გეგმა ეს დაუღალავი შრომაა პირველ რიგში და წარმატების მისაღწევად რომ არაფერს არ იშურებ. მაგრამ მაინც მინდა ჩაგიკითხო, არის თუ არა რამე ისეთი შეჯიბრი, რომლისთვისაც ემზადები რაიმე გეგმა ხო არ გაქვს ესეთი შენთვის? წელს უკვე თითქმის ისე ჩაიარა ჩემმა კარიერამ, რომ კარიერის რაღაც ნაწილმა წელს ოლიმპიადას როგორც აღნიშნე ისე გამოვტოვებ, იმიტომ რომ ჩემზე ბევრად კარგი ბიჭი არის ზურაბ დათუნაშვილი, დაამტკიცა კიდევ ევროპის ჩემპიონატზე ლიცენზიაც აიღო და ოლიმპიადაზე დამიჯერეთ რომ უკეთესად დაამტკიცებს. და რაც შეეხება მომავალ წელს, მინდა ისე ჩავერთო, არის ევროპის ჩემპიონატი, არის მსოფლიო ჩემპიონატი და მსოფლიო ჩემპიონატი უფრო შორი გეგმებია, თავიდან რაც გვაქვს. არის ევროპის ჩემპიონატი და მაგ ევროპის ჩემპიონატისთვის მომემზადებით. გუშინ დაიდო ინტერნეტში, ანუ ინტერნეტში დაიდო ჭიდაობის ფედერაციის გვერდზე, რომ არის ორი ოლიმპიური წონა, არა, ორი წონა ჩაემატა, არის 71 კილო და 80 კილო. და გუშინ დაიდო, რომ აი 71 და 80 კილოში ჩატარდება მსოფლიო ჩემპიონატი 11 დეკემბერს. ეს რამდენად არის სიმართლეს რამდენად შეესაბამება, არ ვიცი, იმიტომ რომ გუშინ ღამე გუშინ დაიდო და ღამე წავიკითხე ყველაფერი და თუ ეგ არის და დადასტურდა, რა თქმა უნდა, ჩემთვის აი ძალიან კარგია. კი და რა თქმა უნდა, მე 71 კილოში, იმიტომ არ ვიჭიდავ, რომ ეგ არისო ოლიმპიური წონა და მე მინდოდა ოლიმპიადისთვის ყველაფერი გამეკეთებინა, რომ ისე წარმატებული გამოსულიყო. სპორტსმენის ოცნება ეგ არის ყველაფერი, რა გითხრა, აი იქ რო ვიდექი, როგორი რაღაცა იცი, არ მინდოდა, რომ ეგ შეიძლება ცოტა დიდხანს გაგრძელებულიყო, მინდა არ დასრულებულიყო. აი სულ სხვა რაღაცაა, აი რომ შევედი ხო თვითონ ხალიჩაზე რო შევედი, სხვა რაღაცას გზნობდი, ანუ რაღაცა სხვანაირად ხო რაღაც ყველაფერთან ერთად სხვაგან ახარ, აი ევროპას ვიჭიდავ, მსოფლიო ჩემპიონატს ვიჭიდავ, ევროპის ჩემპიონატს, მაგრამ ოლიმპიადა სულ სხვაგან ახარ. აი ჩერდება სამყარო და შენ უნდა აი როგორ რაღაცა იცი, შეგიძლია რომ აგურ დაადო რაღაცა რომ შექმნა შენი მთლიანი ეპოქა, ისტორია ერთ დღეში შეგიძლია დაწერო. ძალიან მე ვიცი შენი შრომის მოყვარეობა და მჯერა რომ შენ კიდევ გექნება ისი ამონება, რომ ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა მიიღო და გაგვახარო ჩვენი მაყურებელი. მე მაინტერესებს ეს თემა. შენ ხარ აქტიური სპორტით დაკავებული. ამავდროულად ყავს ახლად შექმნილი ოჯახი. ერთი ჩვეულებრივი დღე მანუჩარ ცხადაიასი როგორ უთავსებს ამ ყველაფერს, როგორ ახერხებს დროის გადანაწილებას, რომ სპორტში იყოს აქტიური და რა თქმა უნდა ოჯახს თავისი კუთვნილი წილი დრო დაუთმოს. ამ კითხვაზე აი ცოტა მოკლედ ვიტყვი, რომ შეცდომა დავუშვი უფრო ადრე ვარ შექმნილი ოჯახი. იმიტომ რომ რა ვიგზენ იცი რო აი ლაგდები რა ოჯახს როცა ქმნი პასუხისმგებლობა გაქვს უკვე სხვანაირი და უფრო ლაგდები უფრო მშვიდები იცი რა კონკრეტულად იცი რომ რასაც აკეთებ წერტილ მძიმეზე გამოდიხარ სახელიდან აი ჩვეულებრივად არავინ არ თქვა და ბევრმა იცოდა ხოლმე რომ აი თუ ოჯახს შექმნის არ უნდა შექმნას სპორტსმენმა თორემ სოიქ მორჩა სპორტი რავი მე ცოტა შეიძლება ახლა ვინც მისმენს თქვას რომ აი ოჯახი შექმნა და იმის მერე ვერ გა. ეს ალბათ ინდივიდუალურ ადამიანს. არა, ინდივიდუალურად ეგ უკვე ფსიქოლოგიის თემაა. მე რაც წინათ ზაღუზეში, ანუ შეცდომა დავუშვი რომ მანამდე ოჯახი არ შექმნე. იმიტომ რომ ახლა უფრო ბევრად დალაგებული ვარ, ახლა უფრო ბევრად მიზანსწრაფული ვარ და ვიცი ჩემი გეგმების თითოეული ნაბიჯი. მან რა იყო, იცი კიდევ ბევრი ამბობს კიდევაც რომ აი ხო ვთქვი რომ აუ სპორტი და მორჩა. არავითარი მორჩა. იმიტომ რომ გვერდში თუ ყავს ისეთი ადამიანი, ვინც შენზე სრუნავს ამა სპორტსმენს ზუსტად ეგჭირდება. რა თქმა უნდა. და მე ვფიქრობ, რომ ყველა სპორტსმენს აი ვეტყვი, რომ ოჯახი შექმნას
და დამიჯერე თუ უფრო მეტ მედლებს მოიტანე. მე ახლა უბრალოდ ბარიერი სპორტსმენისთვის არ არის ბარიერი. ეგ უკან მაშინ იხევს რა შემთხვევაში ისი ერთს იმიტომ დავამატებ რომ იმ შემთხვევაში ხეს როცა პირობები არ აქვს ხო შენ თავს ვერ არჩენ მაშინ ოჯახი იმიტომ არ მოყავს სპორტსმენს რომ თავის ძლივს მიიტანს რაღაცამდე და აი ოჯახი სულ სხვა რაღაცა და აი ამ პრობლემთან როცა წარდგება მაშინ უკვე ჭიდაობა ჩათვალე რომ უნდა მიატოვო და აი ეს ყველაფერი თუ დალაგებულია და რაღაცა შენს დალაგებული ხარ იდეალური რაღაც არის რომ აი ოჯახი არის ვიგზენი რომ ყველაფერი არის უფრო მეტი მოტივაცია ჩემთვის მეტია შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ აი მოიყვანა ოჯახი შექმნა თორემ მოიყვანა და იმის მერე ვერაფერი ვერ გააკეთა ეგ არაფერს არ ნიშნავს და ზუსტად მაგიტომ მინდა აი ეგ სიტყვები დავამტკიცო რომ აი ოჯახს რო შექმნის უფრო და უფრო მეც გააკეთა სპორტსმენი ძალიან კარგია მე მიხარია რომ ესეთი შემართება გაქვს შენ მანუჩარ შენ გიცნობს ძალიან ბევრი ხალხი მათ შორის არიან ახალგაზრდა სპორტსმენები შენ აღნიშნე საუბრისას რომ ძალიან კარგი თაობა მოდის და რამდენჯერმე გვასახელის ახალგაზრდებას და ჭაბუკებას მაგრამ არიან ნაკლებად წარმატებული ბიჭები და უშუალოდ რომელიც ჯერ დიდ ასპარეზზე სარგებლზე არ გამოსულან მე მაინტერესებს გამოცდილი ტიტულოვანი მანუჩარ ცხადაიას რჩევა მომავალ თაობას მე ვიცი რომ არ არსებობს ესეთი სარეცეპტო უთხრა ბიჭს რომ შენ ეს გააკეთე და შენ უეჭულად ჩემპიონი გახდები მაგრამ მე ამას ჩემს ყველა სტუმარს ვეკითხები და კიდევ ვიმედოვნებ რომ ბევრისთვის მომიცეს ამის კითხვა რომ მათ თავიანთი გამოცდილება ნაწილობრივ გავუზიარო მომავალ თაობას შენ რას ეტყოდი რა რჩევას მისცემდი მომავალ ბიჭებს რომელიც ესე შემართებით არიან და რაღაცა წახმარება თუნდაც რჩევა სჭირდებათ კარგი ცნობილი სპორტსმენებისგან ვუჩევდი პირველ რიგში იყვნენ დამჯერები წვრთნელს დაუჯერონ და მინდა ვუთხრა რომ არასოდეს არ ვიფიქრონ შემდეგ რა მოხდება მთავარია ბევრი იშრომონ და შედეგს არ დაელოდონ აკეთონ საქმე და გადადგან თითოეული ნაბიჯი ის შედეგი იქნება ბევრი იმედგაცრუებას მაგრამ არ უნდა დაუცრუდეთ გული იმიტომ რომ ზუსტად იმ იმედგაცრუებას მოყვება ისეთი ბედნიერი წუთები რასაც თვითონ ვერ წარმოიდგენენ და მინდა თითოეულ მათგანს ვუთხრა რომ ბევრი და ბევრი იშრომონ და რაც მთავარია რეჟიმი პირველ რიგში ეგ ამთავარი რეჟიმი საუბრის დაწყებისთანავე ვთქვი რომ ერთად ორი საქმე არ გამოვა თუ ამ საქმეს მოკიდებს აი თითოეულ სპორტსმენს ვეთყვი ეგ მარტო ჭიდაობას არ ეხება თითოეულ ყველა სპორტსმენს ვეთყვი რომ თუ ერთ საქმეს მოკიდებს ხა ეს აი ბოლომდე სულით და გულით მანდ უნდა იყოს და აუცილებლად გამოვა თუ დღეს არ იქნება ხვალ მაინც იქნება ეს არ არსებობს შრომა ძალიან ბევრი შრომა რეჟიმიდან მწვრთნელს დაჯერება. მე მედოვნები შენს რჩევას ახალგაზრდა თაობა გულისყურით მიიღებს. მე მანუჩარ ცხადაიას მინდა პირველ რიგში მადლობა გადავუხადო იმისთვის რომ ამდენჯერ გაგვახარა ჩვენ ქართველი მაყურებელი, ქართველი გულშემატკივარი, ვუსურვო წარმატება და წლევანდელი ოლიმპიადა სამწუხაროდ ჩაივლის მანუჩარ ცხადაიას გარეშე. მაგრამ დიდი იმედი და მოლოდინი მაქვს იმის რომ მომავალ ოლიმპიადაზე შენ ხალიჩაზე იდგები და გაგვახარებ კიდევ ერთხელ. თქვენ უყურებთ დასუ სპორტს, მე კემის წამყვანი ირაკლი ჭითანა ვარ, ჩვენი სტუმარი იყო შეგახსენებთ მანუჩარ ცხადაია, ჩვენ ამით გემშვიდობებით ნახვამდის.